შოკოლადის ნამცხვარი გამოცხობის გარეშე, რომელიც მზადება ძალიან მარტივად და 3 წლის ბავშვიც მოამზადებს. პირველ რიგში დაგჭირდებათ ფქვილი და კაკაო, 5-2 სუფრის კობზით, ასევე გამაფხვიერებელიც. გადავიტანოთ ყველა ეს ინგრედიენტი ქვაბში და დავამატოთ 100 მლ რძე. ვამატებთ ასევე 5-4 სუფრის კობს შაქარს და ზეთს. დავამატოთ 1 ცალი კვერცხი, თქვენ სენაზე ვამშობიაროთ. გაურიოთ ეს ყველა ინგრედიენტი სილიკონის ნიჩაბით. შეეცადეთ ინტენსიურად გადაურიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ყველა ინგრედიენტი. შემდეგ დავახუროთ უნდა თავზე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ყოველ 5 წუთში შეამოწმეთ, თორე შემდეგ ტაფა გადასაგდები გიქნებათ. თქვენი ბისკვიტი სანამ მომზადება მოამზადოთ მინანქარი ან კრემი, როგორც გინდათ. 60 გრამ კაკაოს დავამატოთ 100 გრამი შაქარი, 250 მლ რძე და კარგად მოურიოთ. ეს უნდა დავდგათ ცეცხლზე, რა თქმა უნდა, და შემდეგ დავამატოთ 90 გრამი შავი ან ჩვეულებრივი შოკოლადი. ამის შემდეგ უნდა დავამატოთ 20 გრამი სახამებელი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი. ასე დაიწყებს შესქელება და დაემსგავსება გუდრონს, ამის შემდეგ უნდა დავამატოთ 15 გრამი კარაქი. ჩვენი კრემი მომზადდა, ამის შემდეგ უბრალოდ ის დაგვრჩენია, რომ ჩვენი კრემი დავამატოთ ჩვენს ბისკვიტს. სანამ კრემს დაამატებთ, უბრალოდ დანამეთ რძით ან ნებისმიერი რამით. თუ როგორ გითხრათ, სრულფასოვანი ტორტი არ არის, მაგრამ მეზობელი ნანულა უეცრად თუ გესტუმრად, იდეალური საშუალებაა, რომ გაუმასპინძლდეთ. შოკოლადის ნამცხვრის თაობაზე კი ნორმალური ნამცხვარია. ვიდეოს დალაიქება და გაზიარება არ დაგავიწყდით.